გადავწყვიტეთ ჯეირანს ვითამაშებ და ვინც წააგებს ის დაჯდება. ერთამდე ჯეირა. დღეს არის ციცინათელა უფასო. გაჩერდა. ეს ატრაქციონი ღირს 25 ლარი. შეხამხელა სიჩქარი ტრიალობს. აი დავსველდი. ლაბირინთი. დასველი ვაკეთ არის? სანდარი დაჩაილი? ეხე ბავშვებითა. ეს გაჩერებულია რა. არ მეგონა ეს დღე თუ დადგებოდა. გაუმარჯოს კაი ხალხს, დღეს ვარ ციცინათელაში. ხოდა წავალთ ახლა, დავჯებით რაღაც ატრაქციონებზე და შევადარებ, როგორი იყო პარიზის დისნეილენდში და როგორი არის ქართულ დისნეილენდში, ციცინათელაში. მე მგონი კარგი იქნება. წამოდით. გაკეთებული არის ყველაფერი. ატმოსფეროც იგზნობა, ბევრი ხალხი არის, ყველას უხარია. ძალიან ბევრი ხალხი არის რიგში. აქ ვერ წარმოვიდგენდი თუ შეიძლებოდა ამაზე დიდი რიგი ყოფილიყო მერე. რამხელა რიგია, კაია. აქ არ მინდა სხვაგან წავიდეთ. დავჯექით პირველ ატრაქციონზე. პატარად გამოიყურება. ბავშვებისთვის არაფერად ვთქვა. ახლა მე იმ ხელა რიგში ვერ ჩავდგებოდი იქ, მაგრამ იქ მაინც მივალ. ოპა, მოუხვიე. თან უხვევს. მე კარგად მოუხვიე? არა. მე იქით მოუხვიე. თან წინ სასროლებია. შეგიძლია დოუმიზნო და ეს როლი. ოპა, წავედით. ოპა, დეიკავე. დავაი, დოუმიზნე. აი, უყურეთ, აქ. ეს უკან რო გამოწევ, ადის ზემოთ, უყურეთ? ოპა. იცის ხალხმა, იცის, ბოლია. გამაგარია, მეტი ზემოთ არ ადის? კი, ადის. შენ თვითონ მართავ, ამის მოტრიალებად შეგიძლია. ის ატრაქციონი რა ვთქვა ხა, ბავშვებისთვის ნორმალური არის ახლა. მაგალითად მეშინია. ამას ბავშვური თვალსაზრისით 10-იანი, ისე რა ვიცი, იყო ალბათ 4-ის. წავედით ახლა შემდეგ ატრაქციონზე. წამოდი. არ მინდა მე ამ ატრაქციონზე დაждდომა, არც ანის არ უნდა აქ დაждდომა, ხო და. გადავწყვიტეთ ჯეირანს ვითამაშებ და ვინც წააგებს ის დაждდება. ერთამდე ჯეირა. ოპა! ეხა გაყურებიებთ რა შვება, რატო არ მინდა ამაზე დაждდომა, იმიტომ ბრუნვას ასე ვერ ვიტანა. ანის დაერხა. აი, ამას გულისხმობდი. რას ფიქრობ, აბა რა ვარია? რა ვიცი, გავრისკავ. არისკავ რა, წააგე და უნდა დაждდე. აი, ბაზარი არა. რიგები არის. ნუ, პარიზის დისნეილენდის რიგებს ვერ შეეძრება, მაგრამ რიგი არის. აბანი როგორ მოგეწონა რა ხდებოდა მომიყევი? ცოტა თავში მიჭერს. მაგრამ სასიამოვნოა. ჩემთვის არ იქნებოდა სასიამოვნო, კიდე კაი გავიმარჯვე და აქ არ მომეცია დაждდომა. რამდენს დაუწერდი აბა 10-დან ამას? 10-დან 8-ს. აქ უნდა აიღო, აი ეს რაღაც მეშოკივით. განძიძიადი ხარ ისე. აი ესე. აქ შეყო ფეხებს და ჩასტრიალებ. დიო, ოკეი. გავედით? სამთვლაზე. 1, 2 და 3. ოჰო! გამაგარია. მაგარი იყო, ხო? კი, ძალიან. არ მეგონა ამნაირი კაი თუ იქნებოდა და ამაზე ახლა ბავშვებსაც გაუხარდებათ, დიდებსაც გაუხარდებათ. ამიტომ დავწერ შენ რამდენს? 900. მე დავწერ 800. ხო და დისნეილენდში არ იყო სასრიალო.
აი, 1 პლუსი ციცინათელას. ანის მოშივდა და რაღაც იყიდა. რა გადაიხადე? ორ პატარა ხაჭაპურში გადავიხადე 7 რა არის. საშინელება იყო მე გავსინჯე და არ მომეწონა. არავის არ გვინდა აქ დაჯდო მამა რა ვიღაცა ხო უნდა დაჯდეს. ისევე ჯეირანს მიმართავ. აი, აქ ვინ გაიწირება ახლა ვნახოთ. რა? ნი? კიდიანი გაიწირა. რა უკნათ ახლა? თუ სამსახურში ვერ მივედი. ჩემ ბრალი იქნება. შენი ბრალი. აუ, რამხელა რიგია შეხედე. ისნეილენში თუ იხდიდი ფულს და შედიოდი და ყველგან უფასო იყო. აქ არ არის შემოსვლა უფასოა და შემდეგ იქ ატრაქციონები ფასები. აი ეს კამიკაძე მაგალითად ფერს 15 ლარი. ანი გაჩერდა ეს რა კაია რომ მე არ ვზივარ იქანა გასეძებ კიდე დაჯდებოდი სიამოვნებით აი მეგობარო ისე გინდოდა მოხვედრა კამერაში რომ აგერა ხარ რამდენს დაუწერდი ამ ატრაქციონს 10-დან 9-ს ამას რა ვიცი მე 10-ს რომელს დაუწერა რა ხდება რა ნახო დაუჯეროთ ანის და იყოს 10-დან 9 მაგრამ მე მგონი 10-დან 10 იქნება ეს ატრაქციონი ამ პარკში ყველაზე ექსტრემალური ატრაქციონი აი ეს არის და აქ ვინდა დაჯდომა ეს ატრაქციონი ღირს 25 ლარი შეხედე რამხელა რიგი არის ეს ატრაქციონი ღირს 6 ლარი ანიმ ბოლომდე გადაწყვიტა რომ თავი გაწეროს მაგრამ რა თავის გაწერა ბავშვების ატრაქციონია მაგით ვარჯდები მეც მაინც ვკითხოთ რომ ჩამოვა რას ფიქრობს აი რაღაც მოგეუნებ რაღაც პატარა ჩანს და არცა ეს ანი აბა როგორი იყო ისეთი არაფერი უფრო დიდიც არის მეც მასე შევატყვე რომ ბავშვური არის მაინც რამდენს დაუწერდი 10-დან 4-ს ხო ანი ახლა შენ კამიკაძეზე იჯექი ახლა ამას 4-ს დაუწერა ბარასზე გავიდით შემდეგ ატრაქციონზე შემდეგი ატრაქციონი არის ავები მაგრამ რიგი არის იმხელა რომ რა ვიცი აი შეხედეთ ისნეილენში იმხელა რიგში ვიდექი რომ ეს რიგი ვერ გამაკვირვებს 3 days later ავიდა 1:40 წუთი და კიდე რიგში ეს ატრაქციონი 16 ლარი ღირს ახლა გეტყვით გერდათ რა ამხელა რიგში თქმა ეს ატრაქციონი მოვიდა რაღაც იქნა ჩვენი რიგი არ მეგონა ეს დღე თუ დადგებოდა აი ვემზადებით გავიდა ვაუ ტრიალე არა კაი არის ეს რიგი დამავიწყდა რამდენი ხანი ვიყავი რიგში მაგრამ არა ვაუ შეხედე აქ რა ხდება მინო მანდა მაინც მოგიწია იმაი რადგენზე რომ თავით წახარ შენ ხობი აღარაფერს აღარ დავშები მეცე მიხვალ გავიდა მინო რატო რა მაგარია შეხედე დავსველდი ჩავარდები თურგი რა მაგარია არ მეგონა ასე кай თუ იყო აცი აღარაფერი არის აცი დავსველდი რამდენს ტრიალობ რა ხდება მაგარი არის ნამდვილად დღეს აქ რიგში ჩადგომა აბა როგორი იყო 10-დან 10 დავუწერ იმიტომ რომ დავგრიბდი კი ბატონო მე 10-დან 10 დავუწერ იმიტომ კარგი ატრაქციონი მეკითხება ვინმე შენ არა მოდი ხო кай იყო კი ფოტოებიც გადავიღე ამ ატრაქციონს 10-დან 10 მაგრამ ამ რიგს
10-დან 0. იმიტომ პარიზშიც ვიდექი რიგში, მაგრამ იქ თავზე არ გახდებოდა არავინ და აქ ყველას უნდა რომ ურიგოთ შევიდეს. ძალიან დიდი ხანი მოგვიწია რიგში. ვიღაცას რომ არ ეჩხობა, ახაც იმ რიგში ვიქნებოდი. ეხლა წავიდეთ ეშმაკის ბორბალზე. ასე ვაპირებდი, იმიტომ მზე ჩადის და მზის ჩასვლის ნახვა ძალიან კარგი იქნება ეშმაკის ბორბლიდან. აქ რო დავაკვირდი, ესე პატარა ტერიტორია არის, მაგრამ ატრაქციონები ბევრი არის და როგორც დისნეილენდში მიწევდა. და იმდენი ხანი რო ვიცადო, აქაც ვერ მოვაწყდა ერთ-ერთი. მე მგონი აქ ყველგან დაждდება. აი ხალხი მოდის და მოდის. ძალიან ბევრი ხალხია. ეშმაკის ბორბალზე დაждდომაც 15 ლარი გებს. ყველას უნდა ურიგოთ შესწავლი. ამდენი ხანი ვიდექით და გაჩერდა. აი, მეგონა რომ რიგში ვიდექი და თურმე ზოგი გვერდიდან შედის, ზოგი მეორე გვერდიდან, ზოგი იქედან, ზოგი გადახტება და წინ არ გავწევულა, რაზე გამოდის რა. არ არის გაცვლილი აქაურობა ამდენი ხალხისთვის. როგორც წესი, აქ ამდენი ხალხი არ მოდის ხოლმე. მზე ჩავიდა, ვერ მოვასწარი მზის ჩასვლის გადაღება. თან გაჩერდა, აზრით არ აქვს, წავალ ახლა სხვა ატრაქციონებზე მივალ. ხალხი დარჩა ზემოთ. იცინი მარტო არის გემრიელა დარჩენილი. ხალხი ბავშვებითა ეს გაჩერებულია რა. აი სხვა ატრაქციონები მოჩაობს. ani იძახეს რომ აი მთებზე უნდა დაждობა. გამოვშავდა ეშმაკის ბორბალი, მაგრამ მაგაზე დაждომის სურვილი აღარ მაქვს. რა დროც გაჩერდება არ ვიცით ალბათ, ხო? ამ ხელა სიჩქარი ტრიალობს. თან ზემოთ ადის. არ იქნება ცუდი ატრაქციონი. აი 10 ლარი ღირს აქ შესვლა. ქუთაისშიც კი არის ამნაირი ატრაქციონი, მაგრამ ქუთაისის ატრაქციონზე ეს სკამები არ მოძრაობს. აქ სკამებიც მოძრაობს. მაღაზიადის. აი რო შეხედოთ ასკოლსკო რა ფხელაზეა შეხედე აწეული ზემოთ. აი აქ არის ბავშვების გასართობი ადგილი. აი რაიმე აქ რა ხდება? აი იმ ბავშვებს გასართობიდან გამოდიხარ და აი ბატუტებზე მოდიხარ. სადაც რიგი არის ყველგან. აი აქ იყო ადრე სასაცილო ოთახი და ეხა ლაბირინთად გადაუკეთებიათ და აბა ვნახოთ რა ხდება შეგნით. აქაც ქართული რიგი არის, როგორც ყველგან. უნდა შევიდე. ხო გაქვს ჩემი არხი გამოწერილი. უყურე კინო. 6 ლარი ღირს აქ ესვა. აჰა. კი ორ გეიქეს. ლაბირინთი. აჰა. სასმელი მაკეთ არის? სადაა დაჩაილი? არის რა? სახალისო იყო ისე სხვათა შორის და ძვირიც არ იყო, ყველაზე იაფი 6 ლარი მაგი იყო და ყველაზე მეტად გაერთობით სავარაუდოდ აქ. ამიტომ 10-დან 10 ამ ატრაქცია. ამ პარკში არის კიდევ საშინელებათა ოთახი, სადაც იმხელა რიგი არო. აზრი არა აქ იქ სადგომას. პიცინათელაში არის კარტინგები. აი სადაც რიგი იწყება, აი იქედან და ახლა გეტყვით რატო არის ამხელა რიგი. იმიტომ რომ დღეს არის სიცინათელა უფასო და ხალხით არის სავსე, აი შეხედეთ. სხვა დღეებში ასე არ არის რო იცოდეთ. სხვა დღეს დავბრუნდები, პრობია და იმ ატრაქციონებს გაჩვენებ, რომლებზეც ვერ დავჯექი.
თქვენ დაუბრუნდებით. კი, დაუბრუნდებით. მინდოდა რომ ვარდნაზე დამჯდარიყავი. აი ოფსვინგი, ესეც კარგი ატრაქციონია, ვარდნაც. გათიშული არის. ძალიან ბევრი ხალხი რო არის, მაგის გამო ატრაქციონები აღარ მუშაობს. კარგი, გამოიწერეთ ჩემი არხი და დაალაიქეთ ვიდეო, არ დაგავიწყდეთ. დაიმსახურე. კი, ნამდვილად დავიმსახურე. ხო? აი Disneyland-ს რო ქონდა აპლიკაცია, აქაც რო იყოს ეგეთი აპლიკაცია, აი იქნებოდა. დაიწერებოდათ რომ რამდენი ხანი მოგიწევდათ და იმის მიხედვით გადაწყვეტავდით იღებს თუ არა იმ ატრაქციონზე მოვხდა. აქ კარტინგებზე არ ღირს რიგში ჩადგომა, იმიტომ იმდენი ხალხია, ღე რომ მოვედით და რიგში იდგენ, იგი ახლა შევიდა. აქ არის კიდე პატარა სათაფლია. აი ბავშვებისთვისა. 10 ლარი ღირს აქ შემოსვლა. აქ ამ ხელარიგია, უარ გადაო. რა არის იცი? რიგი რო გადიოდეს, როგორც ასაჭირო ისე, კიდე ჩადგებოდა კაცი რიგში, მაგრამ ამ რიგში ჩადგომას აზრი არ აქვს, იმიტომ მე კაი ჩავდივარ პატიოსად, მაგრამ ხალხი აქ გვერდიდან შედის და შენ რო დგახარ ბოლოში, კიდე იქნები ბოლოში დიდი ხანი ხოლმე. აუ, ბოსტერიც გაითიშო. სადაც კარგი ატრაქციონებია, იქ ბევრი ხალხი არის, თან გათიშული არის ნახევარზე მეტი. კიდე კაი დღე რომ მოვედით თუ არა, საერთოდ ვერ დავждებოდით ვერაფერს, აი გათიშეს ყველაფერი. აქ დავბრუნდები იმნაირ დღეს, რომ ფასიანი იქნება. ამდენი ხალხი არ იქნება დარწმუნებული ვარ და გადავიღებ. ბუსტერზე მინდოდა დაჟრომა ყველაზე მეტად, ყველაზე ექსტრემალური ატრაქციონია ეგია. კარგი, ენელა დაგემშვიდობებით, იმიტომ სულ ბავშვების ატრაქციონები არის აქ, რომლებიც მუშაობს და ისედაც კიდე იმ ხელარიგია აზრი არ აქვს აქ დადგომას. გამარჯობა. ძალიან ლამაზი არის, ღამეც იცინეთელა. კარგი მეგობრებო, ასე თუ ისე გადავიღე რაღაცეები. ხამე უფრო ლამაზია ციცინათელა ვიდრე დღე, მაგრამ დღეს იმნაირი დღე იყო, რომ უფასო იყო და ძალიან ბევრი ხალხი არის, ბევრი ატრაქციონებიც დაკეტილი დამხდა, კიდე კაი დღე მოვედი. თუ არა, ვერაფერზეც ვერ დავждებოდი. კარგი, რა ვთქვა, პარიზის Disneyland-ს ვერ შეეძრება, მაგრამ რაც გვაქვს, კარგი არის. მე ის და რამეზე ვიჭერთ დავიყალე უბრალოდ შემიძლია. ანი შენ? ექსტრემალურებზე ვიჯექი. აი მე შევწდი რო არ დავჯექი რაღაცაზე დღე. იმიტომ ღამე წლად გაისვა ქაურობა. ახლა აქ რო იყოს ციცინათელას დაკეტვის შოუ, რაფერაც Disneyland-ში არის. ჩემ წინა ვიდეოს უყურეთ. აი ის შოუ რო ტარდებოდეს ყოველ საღამოს უფრო მაგარი იქნებოდა. გამოიწერეთ ჩემი არხი, დაალაიქეთ ვიდეო, დაგემშვიდობებით. გიორგის არხი. კარგი, всё, ნახვამდის, კარგად.